ზოგადად ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა ამ ქვეყანაში უარესდებოდა, თუმცა ის, რასაც ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში ვხედავთ, ეს არის, ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო მასშტაბთან გვაქვს საქმე და ჩვენ გვაქვს საქმე რეჟიმთან, რომელიც თავად იქცა მოძალადეთ. თუ ჩვენ დღეს უნდა ნორმალურ სახელმწიფოში თუ სახელმწიფო უწყებებს დასახმარებლად მიმართავენ მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთის უფლებებს არღვევენ, დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ჩვენ უფლებებს არღვევენ სახელმწიფო უწყებები და აღარ დაგვრჩა ქვეყანაში ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება ეიმედებოდეს მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება ჩვენ მივმართოთ და გვეიმედებოდეს, რომ ჩვენს უფლებებს დაიცავს. საქმე გვაქვს რასთან? საქმე გვაქვს იმასთან, რომ ეს ხელისუფლება გადავიდა მისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე, არალეგიტიმური ხელისუფლება და იყენებს აბსოლუტურად ყველა ბერკეტს, არასამართლებრივ ბერკეტს, არამორალურ ბერკეტებს იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს. დაქვემდებარებული აქვს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ერთი ინსტიტუტი კი, სახალხო დამცველიც კი არ მოიძებნება, რომელიც ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე და აღარაფერს ვამბობ სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც როგორ ვთქვა, ხელისუფლებასთან ერთად ორკესტრირებულად, შეთანხმებულად, ორგანიზებულად იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. აი ამას ემსახურება ზუსტად, აი ამ უდანაშაულო ადამიანების დაკავება, ამას ემსახურება ის, რომ უფრო მძიმე მუხლები აქვს წარდგენილი, ზოგი უმეტესი მათგანი საერთოდ უდანაშაულოა, ნაწილ შემთხვევაში ადგილი გვაქვს ისეთ ფაქტებთან, როდესაც წარდგენილი აქვს იმაზე მძიმე მუხლები ბრალად, ვიდრე რეალურად სახეზე არის და აბსოლუტურად ყველა მათგანი არის პატიმრობაში. თუმცა მეორე მხარეს გვყავს ჩვენ სამართალდამცავები, რომლებიც ხილულად კამერების თვალწინ, აქციის მონაწილეების თვალწინ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი პასუხისგებაში მიცემული. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე ლაპარაკი დღეს არის ხო, რაღაც სრულიად წარმოუდგენელი, ასეთ სახელმწიფო ჩვენ აღარ გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღარ დარჩა არავინ, ვინც ამ კუთხით შეიძლება გვეიმედებოდეს. და ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ვისმენ, რომ აი რაღაცა ეს მე არ მეხება გამიგია სხვებისგან, აი რა დროს ეს არის, როდესაც არ ვიცი, სხვა უფრო მეტი პრობლემები გვაქვს. აი ამ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, აბსოლუტურად ეს უსამართლობა მივა ყველას კართან. დღეს თუ დაკავებულია ის 52 ადამიანი, დღეს თუ უსამართლოდ 400-ზე მეტი ადამიანისთვის სხვადასხვა ოდენობის ჯარიმების დაკისრება მოხდა ადმინისტრაციულად, ხვალ მათ ადგილზე შეიძლება ვიყოთ ნებისმიერი ჩვენგანი, იმიტომ რომ დღეს უკვე ქუჩაში გადაადგილება აღარ არის უსაფრთხო. აღარ ვიცით ვინ გვაჩერებს პოლიცია, გვაჩერებს არაფორმალური ჯგუფები, ვინ გვცემს ესეც არ ვიცით, არიან ესენი პოლიციის თანამშრომლები თუ არ არიან პოლიციის თანამშრომლები და ხელისუფლებას რაღაც სხვადასხვა ჯგუფებთან აქვს გარიგებები დადებული, რომლებიც არაფორმალურად ადამიანებს ცემენ და ასე შემდეგ. ძალიან ქაოსური ვითარება გვაქვს და აი ამ ქაოსური ვითარების ფონზე, არ ვიცი, ათასობით ამნისტირებული ადამიანი გამოდის ციხიდან გარეთ, ასობით ადამიანი შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა ისე რომ არ შეუსწავლია მათი საქმეები და ხა მარტივი გამოსაცნობია ხო, ვინ შეადგინა ის სია, ვინც ამ შეწყალებულების სიაში მოხვდა, აი სრული განკითხაობა გვაქვს რეალურად, სრული ქაოსი გვაქვს სამართლებრივი კუთხით და მე სიმართლე გითხრათ, აი უკვე მეუხერხულება კიდეც სამართალზე ლაპარაკი, იმდენად აზრი დაკარგა საერთოდ აი ამ სამართალზე ლაპარაკი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რა მართლა უხერხულია უკვე ამ ქვეყანაში სამართალზე ლაპარაკი, უпростоრად კითხვის დასმა სამართლიანია თუ არა, ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელსაც რომელიმე ძალოვანი უწყება იღებს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია პროცედურული საკითხების, ასევე მნიშვნელოვანია რა დარღვევებს ვაწყდებით ჩვენ რეალურად, ხო? თქვენ მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, უფლებადამცველი მიმართულებით
უფლებად დაცვის მიმართულებით, ხო? გაქვთ მათთან გქონდათ შემხებლობა, როგორ მუშაობდა სისტემა. ასევე ხართ იურისტი და კარგად იცით, რა მტკიცებულებებია საჭირო სასამართლოში წარსადგენად იმისთვის, რომ მოსამართლემ სამართალ დამრღვევად გამოაცხადოს ესა თუ ის პირი, ან და გაუშვას წინასწარ პატიმრობაში, როდესაც საუბრობთ კიდევ უფრო მძიმე საკითხებზე, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და ახლა გადიოდა ჩვენთან კადრები, როგორც ხედან გისოსებს მსახიობები თუ ექიმები, რომლითაც 7 წლიანი პატიმრობისთვის წირავს რეჟიმი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩემი კითხვა არის ასეთი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალოვანი უწყება, პროკურატურა და სასამართლო. რეალობაში თქვენი დაკვირვების შედეგად არის თუ არა ერთი სისტემა, რომელიც მუშაობს დავალების შესასრულებლად. ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ძირითადად საკმარისია პოლიციელის ჩვენება, ზოგ შემთხვევაში ერთი პოლიციელის ჩვენებაც კი, რომ მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა და სურს რეჟიმს. რა როლი აქვს ამ ყველაფერში სასამართლოს? პირველი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი ჩართულია ძალაუფლების შენარჩუნებაში, იქნება ეს საგამოძიებო ორგანოები, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იქნება ეს პროკურატურა, იქნება ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. არც ერთი მათგანი არ მოქმედებს დამოუკიდებლად, ყველა მათგანი იღებს მითითებებს ქართული ოცნებისაგან და არც ერთი გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მათ არ მიუღიათ. მათი ქმედებები არის სრულად სინქრონიზებული ქართული ოცნების წარმომადგენლების საუბართან და თქვენ თუ დააკვირდებით ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ყოველ დღეში მე მგონი 3-ჯერ ვისმენთ მათგან შექებას, რომ ძალიან კარგად მუშაობენ, ძალიან კარგია, ანუ გადასარევია, რომ ჩვენ თურმე თავფირს გვალეწავენ აქციების მიმდინარეობის დროს, ამიტომ ეს არის სრულად სინქრონიზებული. პირველი, ვინ არის ჩართული აი ამ უკანონობაში, ხო? ერთის მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქმეები, რომლებიც მიდის სასამართლოში და ასე შემდეგ, არის ერთნაირი ხელწერა, რაც შეუძლებელია ხდებოდეს ერთიანი ბრძანების გარეშე, შეუძლებელია ამაზე გადაწყვეტილებას იღებდნენ ინდივიდუალური თანამშრომლები და ეს, რა თქმა უნდა, არის ორგანიზებული მენეჯმენტის მიერ, ხელისუფლების მიერ და ასე შემდეგ. ვის შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცდომებზე ძალადობების შეჩერება, ხო და ამაზე რეაგირება. პირველი ეს იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც უნდა გამოეძიებინა ყველა ეს ძალადობა, რომელიც ხდებოდა. თუმცა ამას იგი არ აკეთებს და რაღაც გვიპატაკებს, რამდენი ადამიანი გამოკითხა, რამდენი, რა ვიცი, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. წმინდა ფორმალური პროცესი აქვს. არაფერს არ გვეუბნება. მოდით და არგუმენტად სახელდება, რომ აი არ არიან იდენტიფიცირებულები და ასე შემდეგ. ჯერ ეგეთი ჩვენ გვაქვს საქმეები, სადაც იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები, ეს ერთი და მეორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეუძლებელია ეს ხდებოდეს ბრძანების გარეშე და მინიმუმ ბრძანების გამცემები არიან იდენტიფიცირებულები. ხო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ძალადობას უყურებს მენეჯმენტი ტელევიზორში 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და ამის შესახებ ისინი ინფორმირებულები არ არიან. ყველა დაზარალებული ძალადობის მსხვერპლი, რომ ერთი და იგივე ისტორიას ყვება, რა გზას გადიან ისინი უკანონო დაკავებიდან სასამართლოში წარდგენამდე, ხო, შეუძლებელია ყველა ერთიანად მოქმედებდეს შესაბამისი ბრძანების გარეშე. ამიტომ ის რომ რეაგირება ვერ ხორციელდება თურმე იმიტომ რომ რაღაც მოცულობითი სამუშაოა ჩასატარებელი აქციის მონაწილეები რომლებიც დაპატიმრებულები ჰყავთ იმათ მიმართ არისო მოცულობითი სამუშაო ჩასატარებელი თუ იმათი დაკავება ბევრად მარტივია ვიდრე პოლიციის თანამშრომლებს აი ეს არის ორმაგი სტანდარტები ეს ერთი საკითხი და მეორე პროკურატურა, რომელსაც აქვს უნიშნელოვანესი როლი ასეთ დროს. პროკურატურა არის ის უწყება, რომელიც ზედამხედველობს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უნდა უთხრას მას, როდესაც იგი კანონს არღვევს და პროკურატურა არის ასევე ის ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც დღეს უნდა იძიებდეს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს. არც ერთს აკეთებს პროკურატურა, არც მეორეს, თავისი ზედამხედველობის ფუნქცია საერთოდ გამორიცხული აქვს და პირიქით, რითი არის დაკავებული პროკურატურა უდანაშაულო ადამიანებისათვის ბრალის წარდგენით, უდანაშაულო ადამიანების მიმართ პატიმრობის მოთხოვნით, უდანაშაულო ადამიანებისათვის, ან უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის, უფრო მძიმე ბრალების წარდგენით
არიან იმის გამო, რომ შემდგომ პატიმრობის გამოყენება მათ მიმართ გაამართლონ და სასამართლო რომელიც აბსოლუტურად კრიტიკას ვერ უძლებს, პროკურატურას და სასამართლოს, მარტო ამ ორგანოს თავისი ფუნქცია რომ შეესრულებინა ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში, ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით ამ ადამიანის და ბოლო კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ, მზია ამაღლობელის საქმე არის საკმაოდ მძიმე თავის ყველა შემადგენლით. დაკავების წუთიდან, პირველი დაკავების წუთს გულისხმობ, როდესაც სტიკერის გაყრის გამო ადამიანი შეათრიეს ქვია, სხვა არაფერი არ ქვია იმას, რასაც ჩვენ ვუყურებდით პოლიციელთა ალყაში და შემდეგ აი ეს ყველაფერი, რაც მის თავს ხდებოდა. შეფურთხებიდან დაწყებული, შეურაცხყოფით გაგრძელებული, არაადამიანური მოპყრობით და ასე შემდეგ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველაზე მძიმე, რაც კი შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა მოსამართლეს ის გადაწყვეტილება მიიღო. ახლა საქმე არის სააპელაციო სასამართლოში და ვადების მიუხედავად დემონსტრაციულად ხდება ამ ვადების დარღვევა. მზია ამაღლობელის საქმე მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ რეჟიმი ცდილობს სამაგალითოდ დასაჯოს ჟურნალისტი იმისთვის, რომ სცადოს სხვა მედია საშუალებების, კრიტიკული მედია საშუალებების გაჩუმება. პირველი მზია ამაღლობელის საქმით რამდენიმე რამეს გვეუბნება ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. პირველი გვეუბნება, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის განსხვავებულ აზრზე. პირიქით, უფრო მძიმედ ვსჯი და დავსჯი ჟურნალისტებს და ჩვენ ვნახეთ ხო ჟურნალისტების მიმართ როგორი იყო მოპყრობა აქციის დროს, ჟურნალისტების მიმართ როგორია მოპყრობა, როდესაც ისინი სრულიად კანონიერად თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ და ასევე რეჟიმი გვეუბნება, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასევე სქესს, ისევე როგორც კაცებს ვაპატიმრებ, ასევე დავაპატიმრებ ქალებსაც და ჩემთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას, ვინ იქნება განსხვავებულ აზრზე. ეს საქმე თავისი არსით მართლა მძიმე პირველი იმიტომ რომ ჟურნალისტს ეხება საქმე, მეორე იმიტომ რომ აღნიშნული ქალბატონი საუბრობს ძალიან მძიმე ფაქტებზე, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და რა ვიცი, ესეთივე წარმატებით არ იძიებს ეს ხელისუფლება აი ამ შემთხვევას, არენდობა მზია ამაღლობელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანო, ადგეს კამერები წარმოგვიდგინოს, რასაც ხვება ჟურნალისტი, როგორ მოეპნენ მას უკვე დაკავების შემდგომ, რატომ არ გვაჩვენებს კამერებს თუ საწინააღმდეგო შეუძლია, მაგრამ კამერები როცა თვითონ ჭირდებათ მუშაობს, მაგრამ როცა მოქალაქის დასაცავად არის საჭირო, როგორც წესი არც ერთი კამერა არ მუშაობს. მადლობა ლონდა თოლორაიას, ვემშვიდობებით, საუბრობდით უკანონო ტყვეებზე, რეჟიმის